ბარსასთან თამაში ეს პოზიტიური შედეგია, თუმცა მოდი ნეგატიურსაც შევხედოთ. ლივერპულთან თამაში. კარგად ნაცნობი პრესინგ სქემა, თუმცა პირველ შემთხვევაში რეალმა მოიგო, ხოლო მეორე შემთხვევაში საშინლად გამოიყურებდნენ და წააგეს. რატომ? გარდა იმისა, რომ ყოველთვის მწვრთნელზე ყველაფერი არ არის დამოკიდებული, მაგალითად ვინის კარგი ან ცუდი დღე. თავი ის არის, რომ ტაქტიკურად ეს ორი სრულად განსხვავებული შეხვედრა იყო. თუ ბარსელონასთან რეალს 32% ჰქონდა ბურთის ფლობა, ლივერპულთან ეს მაჩვენებელი 61%-მდე გაიზარდა. თუ ბარსაზე ვისაუბრებთ, ფლიკი არ მოერგო რეალის გეგმას, ხოლო ლივერპული სრულად მოერგო ამ გეგმას და საუბარი არ არის მხოლოდ ბურთის ფლობაზე. აქ საუბარია იმაზე, თუ როგორ განკარგავდნენ ამ ბურთს. შედარებისთვის ზემოთ გაჩვენებთ შესნის პასების რუკას, ხოლო ქვემოთ მამარდასი. ხედავთ, რომ შესნის საერთოდ არ უცდია ოპონენტის ნაწილზე ბურთის გადაგდება, ხოლო მამარდამ ეს პირველივე ტაიმში დაიწყო. აქ განსხვავებას მხოლოდ მეკარეების პასები არ იძლევა. ლივერპულს ამ თამაში 45 ლონგბოლი ჰქონდა. ეს დაახლოებით იგივეა, რაც ზოგადად ლივერპულისთვის დამახასიათებელი, თუმცა ბურთის ფლობა ორჯერ ნაკლები იყო, რაც საერთოდ ცვლის თამაშის სქემას. პერსონალური პრესინგის და ჰაუსენის მაღლა ამოწევის საწინააღმდეგო სლოტმა შემტევი ფეხბურთელების საკმაოდ უცნაური განლაგება მოიფიქრა. ბურთის თამაშის შემოყვანის დროს ფეხბურთელები მარჯვენა მხარეს გროვდებოდნენ, რითიც მადრიდელთა თამაშის სტრუქტურას ანგრევდნენ. რეალს საკუთარი ტაქტიკა რომ არ დაეჯნა, შესაძლოა თამაში სხვანაირად დასრულებულიყო, მაგრამ როგორც ფლიკმა კლასიკოში, ალონსომ ვერ შეძლო საკუთარი ტაქტიკის დათმობა. ამის გამო შეიძლება ვიდაოთ, რამდენად მართალია ალონსო, რომ ბურთს არ თმობს. თუმცა შეგვიძლია იმაზე შევთანხმდეთ, რომ ალონსო არ არის ერთ ტაქტიკაზე მიბმული მწვრთნელი. მან არაერთხელ დათმო ბურთი, მაგალითად კლასიკოში ან მარსელთან. მართალია უკანასკნელ შემთხვევაში კარვახალი გაგვიგდეს, თუმცა წითელ ბარათამდეც რეალი დიდად არ ფლობდა ბურთს, თუმცა უფრო ინტენსიურად აპრესინგებდა. თუ ამ მცირე მოცემულობის კანონზომიერებაში მოქცევას შევეცვლებით, იგი შემდეგნაირად შეიძლება ჟღერდეს. ალონსო მზად არის, რომ დათმოს ბურთი, თუ დარწმუნებულია, რომ ოპონენტი იგივეს არ იზამს. მას არ უყვარს იმის თამაში, თუ ვინ დათმობს ბურთს უკეთესად. ეს ქმნის თამაშის ქაოტურ სურათს, როდესაც ბურთის ფლობა ხშირად იცვლება. ეს არ არის მისი სტილი.